ღმერთი ერთადერთი მნიშვნელობით ეხება ადამიანს, რომ მოკლედ მისი სული გამოაღვიძოს. ტაძარში დარჩენა და გაცლება და ამ სირთულეებზე როგორ გაცილებით ადვილი ადამიანი მოხვიდა ეკლესიაში, მაგრამ ამაზე უფრო მეტად რთულია დარჩი ადამიანი ეკლესიაში. ღმერთი უკეთესად ხედავს ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის გულს და ეხება იმ დროს, როდესაც მისთვის არის ყველაზე საუკეთესო დრო. აი პირველი სულიერი კრიზისი როდის დგება და განსაცდელები სულიერ ცხოვრებაში. ის შინაგანი ბრძოლა, რომელიც ადამიანმა ეგოიზმთან უნდა გაიმარჯვა და ყველაზე მტკივნეული ბრძოლაა, შემდეგ ამას გადადებდა, მოკლედ გამოდიხარ გარეთ და ყველა მტერი ხდება თითქოს ამ დროს და ეს ბრძოლა არის აი ეს კრიზისი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობ და აი ამ გარეგნულში უფრო იკარგება ადამიანი საბოლოო ჯამში ვიდრე შინაგანში და აი ზუსტად იქ მე უკვე კრიზისი როცა დგება ეგოიზმთან ბრძოლაში ეს გარეგნული ვეღარაფერში გეხმარება და რჩები შენ თავთან და ხვდები რომ უძლური ხარ. თუ კი მოვდივართ ეკლესიაში, მაშინ აი ჩვენ უნდა ვეძებოთ ქრისტე. ანუ რისთვის არის ეკლესია და რისთვის უნდა მოდიოდეს ადამიანი სინამდვილეში. როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, თავარი არის ის, რომ ადამიანმა ისწავლოს სულიერი ცხოვრება, რომ შენ გაქვს სული, რომელიც არის მოკლედ მას აქვს თავის ისტორია და მას სჭირდება აღზრდა. ვიძახთ ხოლმე ქრისტე გინდა, ანუ ღმერთი გინდა, სულიწმინდის მადლი გინდა, ანუ ეს ყველაფერი ამისთვის იბრძოლებ, ეს ყველაფერი გინდა და მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გულიდან გულამდე. დღეს ჩვენ გავესაუბრებით არბოს წმინდა გიორგის სამრევლოს წინამძღვარს დეკანოს გიორგი კარელიძეს. დავუკვირდით მამაო. გაიხარეთ, მიხარია თქვენთან ყოფნა და მიხარია სახელის გამო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახელია. გულიდან გულამდე ნიშნავს იმას, რომ ყველა ვინც ამ თქვენი გადაცემის სტუმარი იქნება, მოკლედ გულიდან გამოიტანს რაღაცა სიკეთეს და მოკლედ შეეცდება, რომ ადამიანების გულებამდე მიიტანოს. ჩვენს გადაცემაში იქნება ხოლმე სხვადასხვა ეპიზოდები სხვადასხვა თემებზე. დღეს იქნება ასეთი თემა, როგორი ეხება ადამიანის გულს ღმერთი. რას გვეტყვით ამაზე მამა? მოკლედ ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან. ეს არის სული და ეს არის მისი სხეული, ანუ ფიზიკურობისაგან და ღმერთი არის სული, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ძახი სული არის ღმერთი და მის თაყვანისცემლებს სულით და ჭეშმარიტებით თანაც თაყვანისცემა მის. ამიტომ ღმერთი ერთადერთი მნიშვნელობით ეხება ადამიანს, რომ მოკლედ მისი სული გამოაღვიძოს. და ხშირად ადამიანისთვის ეს არც თუ ისე სასიამოვნოა. იმიტომ რომ გააჩნია რა პერიოდში მოხდება ეს ადამიანის ცხოვრებაში, ხშირად ადამიანს დალაგებული, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში ცხოვრების გადალაგება უწევს. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში მეორეობას ვერ იტანს. ანუ ვერ იქნება ადამიანი ქრისტიანიც, ანუ მორწმუნეც, ანუ ადამიანი ან ხარ ქრისტიანი და მე აქედან გამომდინარე ხარ. მოკლედ, ისე იგი კარგი მამა, კარგი დედა, კარგი შვილი და ასე შემდეგ, კარგი მოქალაქე და თუ არა, მოკლედ, აი ასოს ქრისტიანობა ვერ იტანს და გამომდინარე აქედან, როდესაც ღმერთი ეხება ადამიანის გულს, ეს მე მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე ხდება. ხშირად ადამიანი ვერ ამჩნევს ხან პროტესტი აქვს ადამიანს, რომ აი რაღა ეხლა, შემეხო რაღაც თითქოს გადალაგება უწევს თავის ცხოვრებისა, მაგრამ ღმერთი უკეთესად ხედავს ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის გულს და ეხება იმ დროს, როდესაც მისთვის არის ყველაზე საუკეთესო დრო. და აი, როდესაც ღმერთი შეეხება ადამიანის გულს, ხოლმე ანუ გააჩნია ადამიანი რამ მდგომარეობაშია, ხშირად ამას მტკივნეულად განიცდის, ხშირად ადამიანი რაღაცა უფრო მეტად უხარია და რატო? ერთადერთი რამ არის. აი მაგალითად გაჭირვებული თუ ადამიანი და ჩიხშია შესული ცხოვრებისეული, ღმერთი როდესაც ეხება, გარკვეულწილად გზას თავაზობს, გამოსავალს თავაზობს და ამ დროს ადამიანი ამოისუნთქებს ხოლმე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები, რომლებიც ეკლესიაში არიან ბავშვობიდან და როდესაც ბავშვობიდან არიან, მათთვის ტრადიცია ეს ცხოვრება, მისი ყოველდღიურობა, ეკლესიასთან შეხება და როდესაც მათი პირადი რწმენა უნდა დაიბადოს, ანუ ღმერთი უკვე პიროვნულად, როგორც აი პიროვნულ ურთიერთობაში შედის და ეს სარწმუნოება უნდა დაიბადოს, აი მაშინ იწყება რა, ანუ აი ეს გადალაგების პროცესი რაღაცა, აი რაღაცა
გადაფასების პროცესი იწყება და ხშირად ადამიანს მოკლედ თავისთავად ხან სტკივა, ხან რაღაცნაირად არ სურს ამის გაკეთება. ამიტომ, როდესაც ადამიანი მოდის ტაძარში თუ მოკლედ აქ არის ეკლესიის წიაღშია ბავშვობიდან, ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ სარწმუნოება ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ესე იგი ცვალებადობა უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი მეორე კითხვა ზუსტად ამაზეა, რომ ადამიანი როცა მოდის ტაძარში, თითქოს თავიდან ყველაფერი დალაგებულია. ლაგდება თითქოს, მაგრამ მერე უკვე სირთულეები რო ჩდება, ადამიანებს უჭირს ტაძარში დარჩენა და გაძლება და აი ამ სირთულეებზე რო გესაუბროთ. მე მაქვს ხოლმე ასეთი თქმა, რომ გაცილებით ადვილი ადამიანი მოხვიდე ეკლესიაში, მაგრამ ამაზე უფრო მეტად რთულია დარჩე ადამიანი ეკლესიაში, იმიტომ რომ ეკლესიაში იყავი თუ ბავშვობიდან თუ მერე მოხვედი, ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს პიროვნული სარწმუნოების დაბადება. ანუ როდესაც ეს არჩევანი, ღმერთის არჩევანი, ქრისტესთან ყოფნა და ღმერთთან არჩევა უკვე არის ჩემი არჩევანი. კი ჩვენ ვერ ვირჩევთ იმას, რომ სად დავიბადოთ თუ არ დავიბადოთ, რომელ ოჯახში დავიბადოთ, ხო, ჩვენ დედმამას ვერ ვირჩევთ, ხო? ასევე პატარები რო ვართ, იმასაც ვერ ვირჩევთ, ანუ ეკლესიაში უნდა ვიაროთ თუ არ ვიაროთ და ამასთან ერთად ჩვენ მოკლედ ამ ზოგ შემთხვევაში ეკლესიის წევრები გავხდით ბავშვობიდან ზოგი, ხო, ზოგი მერე მოვიდა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის მომენტი, რომ ადამიანში სარწმუნოება უნდა დაიბადოს და ანუ მე და ღმერთი, ანუ პიროვნული ურთიერთობა უნდა აეწყოს ადამიანის ღმერთთან, ეს ყოველთვის არის, მაგრამ ნახეთ, ერთადერთი ყველაზე მთავარი ხელისშემშლელი არის რა, რომ მე ესე მეგონა. ანუ ეგ ღმერთთან ანუ როდესაც ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას იწყებს, ყველაზე მეტად უშლის ხელს მას მე ანუ ეგოიზმი, მე ესე მგონია, მე ესე ვფიქრობ, მე ესე მინდა, მე ესე მსურს და ასე შემდეგ. და აი ამის გაძლება რთული. აი ეკლესიაში ადამიანი მოვიდა და თქვა რომ მე ამას ვეძებდი, მაგრამ ეს ვერ ვიპოვე. გაჩნია რას ეძებს ადამიანი და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც გამეორდები რომ თუ ადამიანი მხოლოდ ესე ნაყოფებისთვის მოდიხარ ეკლესიაში, რომ მაგალითად ხშირად იძახის ადამიანის სიმშვიდე მინდა, ხშირად იტყვის ადამიანი რაღაცა განსაცდელი აქვს და ამ განსაცდელიდან გამოსვლა უნდა რაღაც დახმარება და თუ ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას არ ეძებს, ანუ ქრისტესთან ურთიერთობას არ ეძებს, აუცილებლად კრიზისი დაიწყება. აუცილებლად კრიზისი დაიწყება, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა მოუგვარდება. სადღაც რაღაცა მიხვდება, რომ ვაიმე, ეს მე მგონი ტყუილად ვეძებ, მე ამას აქ არ არის და ამიტომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთ სამწუხარო ფაქტები, რომ მოსული ადამიანი ეკლესიაში მოკლედ ტოვებს ეკლესიას და ეს შეიძლება ხშირ შემთხვევაში იმათაც ეხება ხოლმე, რომლებიც ბავშვობიდან არიან ტაძარში, იმიტომ რომ როდესაც იმ ფაქტორზე გადადიხარ, როდესაც შენი პიროვნული რწმენა უნდა დაიბადოს, ხვდები, რომ აქ ხელს გიშლის საკუთარი ეგოიზმი. ამიტომ შენი ეკლესიაში ყოფნა, თუ ეკლესიაში ყოფნა თუ ბავშვობიდან ხარ, თუ გასწავლა ის, რომ შენ ეგოიზმის დაძლევა, თავარი რამ ისწავლე თვისება, რომ საკუთარი მეს, საკუთარი ეგოიზმი, ანუ ღვთის გულისათვის რაღაცების მოკლება ისწავლე, ანუ ღმერთი თუ გახდა შენთვის ფაქტორი, რომ ვის გამოც შენ შეგიძლია, ანუ ქრისტე თუ არის შენთვის ის, ვის გამოც შენ შეგიძლია უარყოფითზე და ბოროტებაზე უარი თქვა და პირიქით დადებითზე ეს мотиваციის მომცემი იყოს, მაშინ უკვე თავისთავად ეგოიზმი თუ ანუ ესე რომ ვთქვათ მაღალ საფეხურზე არ არის და ძალიან ეგოისტი არ არის ადამიანი, იმ ადამიანს არ უჭირს ეკლესიაში დარჩენა და ეს კრიზისულ პერიოდს აუცილებლად ადვილად გადაიტანს ხოლმე, მაგრამ შენ შემთხვევაში სამწუხარო ისაა, რომ აი ტაძარში ვართ ხოლმე და ეს ეგოიზმი უფრო, რა ვიცი, ეს კიდე ცალკე საკითხია, რომ ეს ეგოიზმი უფრო იბერება და იბერება ადამიანისა და ადამიანის გულში ღმერთის ადგილი არ რჩება სამწუხაროდ. აი ჩვენი შემდეგი კითხვა ზუსტად ამაზეა. აი პირველი სულიერი კრიზისი როდის დგება და განსაცდელები სულიერ ცხოვრებაში, რაც ჩდება ადამიანთან, როცა ის მოდის ტაძარში, ხდება მრევლი, ეზიარება, აღსარებას აბარებს და აი მის ცხოვრება კი იცვლება ქრისტესთვის, მაგრამ ხდება მერე მის ცხოვრებაში ისეთი განსაცდელები და კრიზისები, რომელსაც ვეღარ უძლებს.
იცით არის, აი ნახეთ ყველამ ალბათ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი არსებული მცნებები და კატეგორიები, როგორათაც ჩვენ რაღაცაზე ვფიქრობდით, აი როდესაც ვიზრდებით და როდესაც აი წეღან როგორც თქვი, რომ ანუ უკვე ხვდები, რომ საერთოდ გადაფასება ხდება, სიყვარული მე რომ მეგონა, რომ სიყვარულია თურმე ისე იგი მივხვდი, რომ ანუ პირობითად ეს სრულად ბიოქიმიური პროცესების ის ყოფილა, ანუ რაღაცა გარკვეული თუ კი საეკლესიო ენაზე ვეთქვით, რაღაცა ვნება ყოფილა, რაღაცა მიჯაჭულობა ყოფილა და არაფერი იმ ქრისტიანულ სიყვარულთან ამას არ აქვს თქვა კავშირი, თქვა თავისუფლება, ხო? აი თავისუფლება რაღაცა მგონია რომ ეს არის და მე ესე ვფიქრობ და მოვდივარ და ხვდები რომ აი მე თავისუფლება სულ სხვა რამე ყოფილა თურმე და რამდენი შრომა გჭირდება თურმე ადამიანს რომ მართლა თავისუფალი იყო, ხო? რამდენი შრომა გჭირდება ადამიანს რომ თურმე მართლა თქვა რომ ვიღაცა გიყვარს. რამდენი შრომა გჭირდება ადამიანს რომ თქვა რომ აი მორწმუნე ხარ, ანუ ესე არ არის უბრალოდ კუთვნილობა აღარ არის უბრალოდ, ანუ იმას რასაც შენ დაარქვი, სიყვარული, თავისუფლება, არ ვიცი სიხარული, ბედნიერება, ასე შემდეგ, ანუ სარწმუნოება, თურმე ეს ყველაფერი, ანუ ხელახლა უნდა რაღაცა იცხოვრო, ანუ ხელახლა უნდა შენი გახდეს და აი ეს პროცესი ყველაზე დიდი, აი ესეთი აი როგორ გითხრათ, მტკივნეული პროცესი არის, იმიტომ რომ ყველაზე მტკივნეულად ადამიანი განიცდის ზუსტად ამ ეგოსთან, აი ეგოიზმთან, აი ამ იმას და მერე ჭიდაობს ადამიანი. ნახე, მას გონია რომ ეს პროცესი, რომელიც მასში მიდის, გონია რომ ხელი შემშლელები არიან ვინ და იწყებს უკვე. იქ შეიძლება მშობლებთან დაიწყოს რომ რა გინდოდათ, ანუ რომ ეკლესიაში დავდივარ, ვიღაცა შეიძლება გვერდზე მრევლთან, მათ შორის სასულიერო პირებთან, მოძღვართან, სასულიერო პირებთან, ზოგადად ეკლესიას, ანუ ის ბრძოლა, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს და ეს შინაგანში უნდა გაიმარჯოს და შინაგანი საკუთარ ეგოიზმთან არის ეს პრობლემა, ხო? ანუ ამის აღიარება ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს, რომ მე ანუ კი არ შემეშალა, უბრალოდ ვიზრდები და ეხლა სხვა ეტაპზე ვარ გადასასვლელი და ამიტომ იწყებს ადამიანი ამ ბრძოლის გამოტანას გარეთ და მოკლედ მის გარდა ყველა დამნაშავეა. ანუ ყველა დამნაშავეა, იმიტომ რომ მე იქნებ ესე არ მინდოდა, ბევრი ახალგაზრდა მოდის ხოლმე რომ იქნებ მე რატომ ნათლავდნენ, იმიტომ რომ ისე იგი მე მინდოდა რომ ესე იგი სხვა ნათლია მყოლოდა, აი მე ახლა მე რო არ მონათულიყავ რაღაც. ნუ მოკლედ, აი ის შინაგანი ბრძოლა, რომელიც ადამიანმა ეგოიზმთან უნდა გაიმარჯო და ყველაზე მტკივნეული ბრძოლაა, შემდეგ ამას გადადებ და მოკლედ გამოდიხარ გარეთ და ყველა მტერი ხდება თითქოს ამ დროს და ეს ბრძოლა არის აი ეს კრიზისი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და თუ კარგი სასულიერო პირი, თქვათ მოძღვარი, თუ გვერდზე ადამიანები, რომლებიც აი ესე რომ თქვა ჯანსაღი მორწმუნეები არიან და ვინც თვითონ გაიარა ეს კრიზისული პერიოდი და სწორი ნაბიჯები გადადგა, შემდეგ ისინი გასწავლიან და გეუბნებიან ციրա, აი მიაქციე იმას ყურადღება, რომ ეხა პრობლემა არ არის არავისში, პრობლემა არის ერთადერთი შენში მიდის გარკვეული ბრძოლა და შეეცადე რომ აი ეს ბრძოლის ველი მოკლედ საკუთარ გულში მეტი ყურადღება დაატანო ამას და ნუ მოკლედ აი ეს კრიზისული პერიოდი რო გადადის ხოლმე მე აი საოცარი სიხარული შემოდის რომ ამიტომ რომ მოკლედ ყველაზე დიდი გამარჯვება მე ესე ვიტყვი არის საკუთარ თავთან გამარჯვება საკუთარ თავთან არის გამარჯვება ამიტომ რომ რაც არ უნდა ადამიანმა გარეთ თუნდაც ამ საკუთარი აზრის გამო ვინმე დაამარცხო ვინმეს დაუმტკიცო რაღაცა ანუ ეს არის იმ წუთიერი თითქოს სიამოვნების განცდა მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული შემოდის, ოდესაც ადამიანმა ყველაზე მთავარ მოწინააღმდეგეს. ეს არის საკუთარი ეგო თუ დაამარცხე ადამიანმა, მაშინ თითქოს ეს კრიზისი გადადის. როცა ადამიანები მოდიან ტაძარში, ცდილობენ რომ თავიანთი ცხოვრება შეცვალონ და ხან ზოგ შემთხვევაში რადიკალიზმშიც გადასდით. და აი ამ შეცდომებზე რას ვიტყვით? აი როცა მოდიან ტაძარში, ცდილობენ ისე იცხოვრონ, როგორც არ ცხოვრობდნენ და ამას უფრო გარეგნულად აკეთებენ. ვიდრე შინაგანად. და აი ამ გარეგნულში უფრო იკარგება ადამიანი საბოლოო ჯამში, ვიდრე შინაგანში და აი ზუსტად იქ მე უკვე კრიზისი როცა დგება ეგოიზმთან ბრძოლაში, ეს გარეგნული ვეღარაფერში გეხმარება და რჩები შენ თავთან და ხვდები რომ უძლური ხარ. და ეს რომ არ შეგვემთხვეს, როგორ უნდა მოიქცეს? ну, ყველაზე მთავარია, მე ესე ვფიქრობ, რომ აი პირველი ეტაპი თუ გავყვებით არის, აი როგორ გითხრათ, კარგი მასწავლებლის, აი მართლა ისე იგი კარგი მასწავლებლის, სასულიერო პირის, მოძღვრის, აი ამის პოვნა, ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი
მაგალითად მოყავს ხოლმე რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს ხუთოსნებმა ანუ გაგებით ხუთოსნებს რა დღეს ალბათ 10 ქულიანებმა ესე რომ ვთქვათ ანუ ჯულში განსწავლულმა ძალიან ისე იგი განსწავლულმა ადამიანმა რომელთაც ვერ დაუშვეს ერთი ის რომ შეიძლებოდა ვიღაცა შაბათი დაერღვია ანუ ხუთოსნები იყვნენ სრულად ხუთოსნები იყვნენ ის ადამიანები რომელთაც ანუ არაპატიეს ქრისტეს ის რომ მაგალითად 38 წელია ქალი მოდრეკილი იყო ესე იგი ანუ ესე რომ ვთქვათ ღრეკილი ესე რომ და ესე იგი შაბათ დღეს განკურნა და ამათმა ესე იგი რას ქვია შაბათ დღეს განკურნა ანუ აი ეს მთავარი ვერ დაინახეს ანუ და ესეც არის რომ ჩვენ როდესაც ეკლესიაში მოვდივარ და თვითონ ქრისტესთან სწორ ურთიერთობაში არ შევდივართ, მე ადამიანს ახასიათებს თავისივე, ანუ აი თავისივე გამოგონილი რაღაცა, ანუ ან გამოგონილი კი არა, უფრო აი სახეცვლილი მცნებები. აი ეს სახეცვლილი მცნებები უკვე საკუთარ ცხოვრებაზე არგებს და ან რადიკალიზმში ვარდება ადამიანი, ანუ ან კაცრად იცავს რაღაცას იმას და ან კიდე მოკლედ მეორე რომ მთლიანად აუბრალოებს, რო იცი და მამები გვეუბნებიან ასეთ რაღაცას რომ ცნება რომელიც მოცემული არის წმინდა წერილში მას არ შეიძლება არც არაფერი მოუმატო და არც არაფერი დააკლო. რატო? იმიტომ რომ ისია მოცემული რომ მაცხოვნებელი უნდა იყოს, მაცხოვნებელია ინფორმით არის მაცხოვნებელი ყველა ადამიანისთვის და ჩვენ ხშირად არის აი ზუსტად ეს ხუთოსნები გვინდა რომ ვიყვეთ, აი ეს არის თავმდაბლობა არა გვაქვს და როგორც სოციალურ ცხოვრებაში ანუ ყველას გვინდა რომ დავანახოთ რომ ყველაზე კარგები ვართ. ეს რა თქმა უნდა ეს ჩვენ მოგვდევს ბუნებაში სამოთხისეული მდგომარეობაა, ცუდი კი არ არის. ანუ ჩვენ ვიცით ბუნება კარნახობს ჩვენ თვითონვე რომ შექმნილები ვართ საუკეთესოსთვის, მარადიულობისთვის, სამოთხისთვის, ანუ მუდმივი სიხარულისა და ბედნიერებისთვის და ისეთი შემოქმედებითი უნარი დევს ადამიანში, ისეთი ძალა არის ეს შემოქმედებითი უნარი, რომ ადამიანს მესმის რომ უნდა გამოავლინოს ეს ყველაფერი, მაგრამ სამყაროში სადაც აი ეს ბალანსი დარღვეულია და სადაც ღმერთი ზუსტად იმ ადგილას არ დგას, თუნდაც პიროვნების ცხოვრებაში ან საზოგადოების ცხოვრებაში, აუცილებლად ეს ორიენტირი დაიკარგება და შემდეგ ან ერთ რადიკალიზმისკენ, ერთი მხარისკენ რადიკალურად მიეხრობა ადამიანი, ან მეორე მხარეს მიემხრობა ადამიანი და ამიტომაც აი ჩვენ თავარი რაც არის ქრისტე რასაც გვეუბნება რომ ანუ თავმდაბალი უნდა იყოს, ხო? ანუ ისწავლეთ ჩემგან ამიტომ შვიდ ვარ და მდაბალგულითა და თუ კი ჩვენში აი ეს სიმშვიდე და გარკვეული სიმდაბლე იქნება, მაშინ გარკვეულწილად ჩვენ დაცული ვიქნებით ორივე მხარისაგან. ანუ არ გვენდომება რომ ხუთოსნები ვიყვეთ, რასაც ქვია აი გაგებით აი 10 ქულიანები და ყველაზე საუკეთესოები და რაღაცა და ანუ ამ გზაზე, როდესაც ადამიანს ეგუნდა ხო, მე შემდეგ ანუ ისეთი ძალა მოძდე, აი ისეთი ძალა ხშირად ადამიანს მაგის ისეთი ენერგია მოძდეს, რომ წალეკვა იცის გარშემო, აი გზაზე, სადაც მინდის, ყველგან შეიძლება წალეკოს ყველაფერი და ამიტომ რა მინდა თქვა იცი, ხშირად ეს გზა ადამიანს გონია, რომ კარგი გზაა, ამიტომ მომხიბვლელია, შედეგი აქვს, რაღაცა შედეგები დგება გარკვეულწილად და მე რაღაცა პერიოდის მერე ხვდება, რომ თურმე ეს გზა თლად ესე ღვთის წინაშე მოკლედ არ ყოფილა სწორი, ან ერთ რადიკალიზმში მიდრიგა, ან მეორეში და აი ეს არის ზუსტად რომ თუ კი მოვდივართ ეკლესიაში, მაშინ აი ჩვენ უნდა ვეძებოთ ქრისტე, აი ყველაზე მთავარი, აი ქრისტე ვეძებოთ და ყველაზე აი ესეთი წვერვალი რაც არის, ანუ აი სიყვარული ვისწავლოთ, სწორი ქრისტიანული სიყვარული ვისწავლოთ, თავმდაბლობა ვისწავლოთ, ესე იგი რაღაცა ის გარკვეულ ქრისტესაგან მოცემული სიმშვიდე ვისწავლოთ რა არის ქრისტესაგან მოსული სიმშვიდე და მერე ეს ყველაფერი, ანუ როდესაც ადამიანის გულში არის, ეს უზრუნველყოფს, სხვა ვერავინ ვერ უზრუნველყოფს და ვერც ერთი ადამიანი ვერ მიგითითებს ადამიანს გარკვეულწილად ზუსტ იმეებს, რა ქვია, ჩარჩოებს რა, ჩარჩოს რა გზას, რომ აი ესია და ესია, იმიტომ რომ ისე იგი კაცმა არ იცის ადამიანის გული, ღმერთმა იცის ადამიანის გული და აი როდესაც ადამიანი ეს თვისებებს გამოიმუშავებს, მაშინ ეს რადიკალიზმისგან დაცულია და საკუთარ თავსაც დაიცავს. რადიკალიზმისგან და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც საბოლოო ჯამში დაიცავს რადიკალიზმი. როცა ადამიანები მოდიან ეკლესიაში, ყველას ინდივიდუალური მიზეზი აქვს და როცა ვეკითხებით რა გინდა რისთვის მოხვედი ეკლესიაში, გვეუბნება მე მინდა ვიყო მშვიდი, მე მინდა ვიყო ასეთი, ისეთი, ანუ უნდათ იდეალური ცხოვრება და ეძებენ იდეალურ ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში ასევე მშობლები, რომ მე მინდა ჩემი შვილი ტაძარში იყოს, იმიტომ რომ იქ სხვანაირი გაიზრდება. ანუ რისთვის არის ეკლესია და რისთვის უნდა მოდიოდეს ადამიანის სინამდვილეში? აი
ისე იგი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთ რამეზე თავში რომ დავიწყეთ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი რომ როდესაც ადამიანს თვითონვე ანუ აი სულიერი ცხოვრება არ იცის აი ნახეთ არსებობს ადამიანის სული და მისი ცხოვრება აი როგორც თქვათ ჩვენს ფიზიკურ ცხოვრებას აქვს თავისი ისტორია აი მაგალითად დაიბადა ადამიანი და რო დაიბადა თქვათ მუცლიდანვე ჩაისახა თუ არა მას ამ ჩვენს ფიზიკურობას ანუ იწებება მუცლში იზრდება ადამიანი ხო უყალიბდება სხვადასხვა თქვათ ორგანოები ესე მე იბადება ამ წუთის სოფელში მოდის და შემდეგ ეს სხეული რომელიც ჩვენ გვაქვს მიწისაგან შექმნილი სხეული მოკლედ გარკვეულწილად თავის ასაკს გადის და ისე იგი მე ისე მიბარდება იქ რისგანაც არის მოღებული ასევე სულს აქვს თავისი ესე რომ ვთქვათ ანუ ზრდის პროცესი ანუ ზრდის პროცესი აქვს როგორც სხეულს აქვს ამ ისტორიაში მაგალითად ჩავარდნებისა ტკივილებისა რაღაცა არა გამართული ისე იგი მუშაობისა იქ ავანტყოფობაა დაავადება ჩვენი სულიც აი ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ვიბადებით ყველანი ისე იგი ადამიანის შთამომავლები ვიბადებით აი ამ ისე იგი დაცემული ბუნებით და აი როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოდივართ თავარი არის ის რომ ადამიანმა ისწავლოს სულიერი ცხოვრება რომ შენ გაქვს სული რომელიც არის მოკლედ მას აქვს თავისი ისტორია და მას სჭირდება აღზრდა აი ეს არის ყველაზე მთავარი და ანუ როდესაც ამის იქით გავდივართ მე და უბრალოდ ზნეობრიობამდე დაგვყავს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრიობამდე დაგვყავს გარკვეულწილად ეკლესიაში ყოფნა ადამიანისა ხო შემდეგ ყოველთვის კონფლიქტი მოდის აი ყოველთვის კონფლიქტი მოდის მშობელთანაც ყველასთანაც იმიტომ რომ სამყარო ცვალებადია სხვადასხვა ნორმებია სხვადასხვა მოკლედ ზნეობრივი ნორმებია და შემდეგ ადამიანი განხეთქილებაში მოდიხარ გარეთ გადიხარ და სხვა ნორმები ცხოვრობ სამსახურში მიდიხარ სხვა ნორმები ცხოვრობ და ტაძარში მოდიხარ და იქ სხვა რაღაცით უნდა იცხოვრო და ამიტომ როდესაც ანუ მშობელიც და ყველას გააზრებული აქვს ეკლესიის წევრს რომ ეკლესია არის სულის სამკურნალო ადგილი რომ ადამიანმა მოკლედ სულიწმინდის მადლით ანუ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით ისე იგი უძლურთა მკურნალი და ნაკურევანთა აღმავსებელი მადლი სულიწმინდისა მიიღო რომ ადამიანში ჯანსაღი სული იყოს რომ მან შეძლოს სწორი აზროვნება ანუ მისი მთელი აგებულობა სამშვინელი ესე სამშვინელის ყველა ნაწილი იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი აი ეს არის ზოგადად ეკლესიაში ჩვენი ანუ ეკლესიაში ამის გამო უნდა მოდიოდეს ადამიანი ანუ და ეს ყველაფერი არის ქრისტესთან დაკავშირებით ანუ თუ ღმერთს არ ეძებს ადამიანი ხო აი მე მithქვამს ახლა აი მაგალითად ძალიან ისეთ მაგალითს მოგიყვანთ და ალბათ გასაგები იქნება რაზეც ვისაუბრეთ მაგალითად მოვიდა მშობელი ხშირად ყოფილა ან მეუღლე მოსულა და აი უთქვამს მაგალითად რომ ჩემი შვილი არ ვიცი ახლა ზოგი ან სვამს ან თამაშობს რაღაცა ის და ნუ მოკლედ ანუ დაკარგული აქვს ფაქტობრივად აი ნება აყრილია დაკარგულია ამ ვნებას არის მიდებული და ნუ მოკლედ ძალიან ცუდად არის აი ვეუბნები ახლა ასეთ რაღაცას აი მშობლისთვის მithქვამს რა რომ მაგალითად ის რომ რაღაცა გამოკეთდეს და გამოსწორდეს თქვა სულიერად რომ ის უკეთეს მდგომარეობაში მოვიდეს ხო შეიძლება განსასწრელი შეემთხვეს და ეს განსასწრელი შეიძლება იყოს მძიმე და ვეკითხები მაგალითად მზად ხარ ამისთვის აი მზად ხარ მაგალითად რომ განსასწრელი ანუ ცხონდებაში ანუ ღვთისწინაში გამოკეთდებას გამოსწორდება რაღაცა სული გამოცოცხლდება გამოჯანსაღდება მაგრამ ამას შეუძლებელია მოხდეს განსასწრელის გარეშე და იმ წუთში ადამიანს ისე იგი უკან იხევს რომ სხვანაირად არ შეიძლება ანუ აი ეს მომენტი ჩვენ გაორების მომენტი ჩვენი შეკვეთები გვაქვს ესე რომ ვთქვა ღმერთის ანუ გვინდა და აი ამ იდეალურ ჩვენ აწყობილ ცხოვრებით მოვდივართ ღმერთთან და ვეუბნებით ეს მინდა ჩემი შვილი ესე მინდა ის ესე მინდა ეს ესე მინდა და გახსოვთ ვიძახთ ხოლმე ქრისტე გინდა ანუ ღმერთი გინდა სულიწმინდის მადლი გინდა ანუ ეს ყველაფერი ამისთვის იბრძოლებ ეს ყველაფერი გინდა და აი ამაზე ხშირად არის ხოლმე გაურკვეველია ეს ხა ზოგი ადამიანი რა თქმა უნდა უმეცრებით ჯერ უბრალოდ არც იცის რას ეკითხები მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მინდა გითხრათ რომ ადამიანები ღმერთისა და სულიწმინდის მადლის მისაღებად მოკლედ ნაკლებად მოდიან ტაძარში და ამიტომაც მე უჭირთ ტაძარში დარჩენა და პირველივე კრიზისის მერე მოკლედ რაღაც ტაძრიდან თქოს გადიან დიდი მადლობა მამაო ამ საინტერესო საუბრისთვის მადლობას მოგიხდით მადლობა თქვენ მოკლედ ძალიან
კარგია, კარგი წამოწყება ახალგაზრდებისგან, მოკლედ მე დარწმუნებული ეს არის თქვა პირველი გადაცემა და ძალიან ბევრი ესე იგი სტუმარი გეყოლება და ძალიან ბევრი ისეთ შესანიშნავ საკითხებზე ისაუბროთ, რომელიც დღეს მაგალითად არის საჭირო ჩვენი მოკლედ ახალგაზრდობისთვის და ადამიანებისთვის, ვინც საეკლესიო ცხოვრებას სწავლობს. აქვე მინდა ისიც აღნიშნო, რომ ვისაც სურვილი ექნება ამ გადაცემაში დასვას კითხვები, თქვენთან საუბარი და ასე შემდეგ. არა მარტო ჩემთან, მე მგონი რომ სხვა მოძღვრებიც იქნებიან და ზოგადად შეუძლიათ რომ მოგწერონ და ანუ ასევე კომენტარებიდანაც შეგვიძლია რაღაც კითხვები გავაშხეროთ და ამაზე ვისაუბროთ და ასევე სტუმრათაც რომ მოვიდნენ, ესეც შესაძლებელი იქნება. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.